ახალი ბრიტანული სანქციები სახელმწიფო რომლის ძლიერ ფინანსურ შეზღუდვებს ივანიშვილის რეჟიმი განსაკუთრებით მწვავედ აღიქვამს. ამჯერად სანქციებმა მოიცვა საგამოძიებო და სამართალდამცავი სტრუქტურები, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის ნაცვლად მას ტოტალურად არღვევენ. Როგორ დაიწყო და გრძელდება ბრიტანული სანქციების ტალღები, ჯერ იყვნენ ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრი გომელაური, თავისი პირველი მოადგილე დარა ხველიძით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორით თამაზაშვილით, რიჟოძის შემცვლელით, ზვიად ხარაზიშვილითა და მილერი ლაგაზაურით. ეს იცით, რომ არიან განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის ყველაფერზე წამსვლელი შემსრულებლები. ამათ მოხვდნენ სასამართლო კლანის ლიდერები, ჩინჩელაძე მურუსიძე, დღევანდელი შემადგენლობა კი ასეთია: გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ანუ იგივე ხარაზიშვილის კიდევ ერთი მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე. ეს ბოლო ჩამოთვლილი სტრუქტურების მოკლედ კაციტაძე ჩამოთვლილი სტრუქტურების დანაშაულს უნდა იძიებდეს, თუმცა თავად აღმოჩნდა სანქცირებული, რადგან რეპრესიული მანქანის შემადგენელ ნაწილად ჩაითვალა. ბრიტანეთის სანქციები ითვალისწინებს ფინანსურ და სავიზო შეზღუდვებს. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც საქართველოს გენერალურ პროკურორს ფინანსური სანქციები დაუწესა. ამ შეზღუდვებს მოიხსენიებენ როგორც ბრიტანულ მაგნიცკის სიას და აწესებენ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო. ბრიტანეთიდან სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები სანქციები დაეკისროს ამ ქსელის სათავეში მყოფ ბიძინა ივანიშვილსა და მისი გარემოცვის სხვა გავლენიან ფიგურებს არაერთხელ ახსენეს ირაკლი რუხაძე, რომელიც პროპაგანდისტული არხის იმედის მფლობელია და ცოტა ხნის წინ ლონდონში 170 მილიონი დოლარი წააგო ერთ-ერთ დავაში. კეთი ნადიბაიძე დეტალურად მოგვიყვება ახალი სანქციების შესახებ. კეთი, ბრიტანეთმა უკვე 11 პირი დაასანქცირა, რა ლოგიკას მიყვება ბრიტანული სანქციები? დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულთა სიას თუ გადავხედავთ, ამ სიაში არიან პირები, რომლებიც ამ ქვეყანაში პასუხისმგებლები უნდა იყვნენ და გარანტორები უნდა იყვნენ ადამიანის უფლებების დაცვის, თუმცა აღმოჩნდა სრულიად საპირისპიროდ და ისინი სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, უმოქმედობის გამო, მათ შორის არიან დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქცირებულები, საუბარია როგორც სავიზო სანქციებზე, ასევე ფინანსურ სანქციებზე. დავიწყოთ უახლესი ინფორმაციით, რომელიც 10 აპრილით თარიღდება და სადაც 4 პირი არის მოხვედრილი: შალვა ბედოიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელსაც უწესდება ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან ფინანსური და სავიზო საქმეები, სანქციები. მე შეგახსენებთ, რომ ბედოიძე ასევე სანქცირებული არის ბალტიის 3 ქვეყნის მიერაც. კიდევ ერთი პოლიციელი, რომელსაც ასანქცირებს ბრიტანეთის მთავრობა, ეს არის მირზა კეზევაძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და მირზა კეზევაძე ასევე არის ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქცირებულთა და მხილებულთა ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სიაში. საუბარი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატების მაგნიცკის სიის წევრი არის მირზა კეზევაძე, ახლა კი უკვე ის დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ არის სანქცირებული. ამ შემთხვევაში ცხადია, საუბარია როგორც სავიზო, ასევე ფინანსურ სანქციებზე. გიორგი გაბიტაშვილი, გენერალური პროკურორი, სანქცირებული არის ბრიტანეთის მთავრობის მიერ და ასევე კიდევ ერთი საგამოძიებო უწყების სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე. მათ შემთხვევაში საუბარი არის ორივე ტიპის სანქციებზე. ერთ დეტალს განვარტავ საზოგადოებისთვის. ჩვენ ცხადია, გვაქვს ინტერესი გადავამოწმოთ მათი კავშირები დიდ ბრიტანეთთან, თუმცა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ ინფორმაციის ჩაკეტვის გამო და საჯაროდ მყისიერად ეს ინფორმაცია დღეს უკვე აღარ არის ხელმისაწვდომი. საუბარია მათ საჯარო დეკლარაციებზე, რომლებიც მოკლე ვადებში, საჯარო წყაროებში აღარ იძებნება, ჯერჯერობით არ ვიცით მათი კავშირები დიდ ბრიტანეთთან, თუმცა სოციალურ ქსელში იძებნება მაგალითად კოკა კაციტაძის ფოტო, ლონდონში გადაღებული ფოტო, ის ნამყოფი არის დიდ ბრიტანეთში და როგორც ჩანს, ეს მისი მოგზაურობა აღმოჩნდება ბოლო შთაბეჭდილება და სამახსოვრო ფოტო მისთვის, რადგან ის ვეღარ შეძლებს დიდ ბრიტანეთში შესვლას და სავიზო სანქციებთან ერთად მას დაწესებული აქვს ასევე სხვების მსგავსად ფინანსური სანქციებიც. ეს ორი პირი, საგამოძიებო უწყების ორი ხელმძღვანელი სანქცირებულია მათი უმოქმედობის გამო, თუ კი პოლიციელები სანქცირდებიან ძალადობის, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევისთვის, საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელობა უკვე სანქცირებული არის უმოქმედობის გამო და საზოგადოება შევახსენებ, რომ არც ერთი პირი, ძალოვანი უწყების არც ერთი წარმომადგენელი ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის ძალადობრივი ფაქტების გამო, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ფაქტების გამო და კოკა კაციტაძის უწყებაში არაერთი ასეთი საქმე დევს ჯერჯერობით ხელუხლებელი. გადავხედოთ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ
დანარჩენ ორ ეტაპად სანქცირებულებს. ასევე ცოტა ხნის წინ, რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთმა დაასანქცირა სასამართლოს ორი ყველაზე გავლენიანი მოსამართლე, ეგრეთ წოდებული კლანის ლიდერები, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და მურუსიძემ დაადასტურა კიდევაც საჯაროდ, რომ ამ სანქციების გამო მისი საბანკო ანგარიშები, მათ შორის სახელფასო ბარათები დაიბლოკა. იგივე უნდა ვივარაუდოთ ყველა სანქცირებულის შემთხვევაში, რადგან ფინანსური სანქციები ყველას ეხება. უფრო მანამდე კი იყო 5 ძალოვანი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და ასევე სულხან თამაზაშვილი, რომელიც სანქცირების მომენტში იყო თბილისის პოლიციის უფროსი, თუმცა ახლა ის არის აჭარის მთავრობის ახალი ხელმძღვანელი ქართული ოცნების გადაწყვეტილებით და ახლა აჭარის მთავრობას ყავს უკვე სანქცირებული ხელმძღვანელი სავიზო სანქციებზე, ფინანსურ სანქციებზე არის საუბარი დიდი ბრიტანეთის მხრიდან. ბრიტანეთის საელჩომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი აკეთებს სწორედ კომენტარს მთავრობის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გაუგონარი ძალადობის კადრები შოკის მომგვრელი იყო. 100 დღეზე მეტი გავიდა და ხელისუფლებამ არ დააყენა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. მიუხედავად ქართული ოცნების მტკიცებისა, რომ ისინი საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიულ მომავალს აშენებენ. დღევანდელი ჩვენი სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ასეთი უხეში მეთოდები მიუღებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას, მანამ სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას. ჩვენ მხარს უჭერთ ქართველ ხალხს და მათ კონსტიტუციურ უფლებას, ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებებით და განაგრძონ ევროპულ გზაზე სვლა. კეთი, კითხვა ჩდება და ალბათ აუდიტორიასაც აინტერესებს რა ელის ამ ხალხს. შენ გახსენე ბარათის დაბლოკვა, მურუსიძემ აღიარა ეს, სხვათა შორის სხვებს ურჩევნიათ რომ დამალონ ეს საკითხი, ვინაიდან ხელისუფლებაც ამბობს რომ არა უშავს თუ გვასანქცირებენ. მანაც თქვა რა ქვია ივანიშვილის პრემიერმა რომ ყველა აიღებს თავის კუთვნილ ხელფას, არავის ბარათი არ დაებლოკება, მაგრამ მაინც მოდით რა გამოცდილება არსებობს და რა ელის ამ ხალხს. შესაძლოა ხელფასის აღების ალტერნატიული გზები მართლაც გამონახოს ქართულმა ოცნებამ, თუმცა ფაქტი არის ის, რომ დიდი ბრიტანეთის სავიზო და ფინანსური სანქციები ითვალისწინებს ერთი მხრივ სავიზო შეზღუდვებს, ეს ადამიანები ვეღარ წავლენ დიდი ბრიტანეთში და მეორე მხრივ ფინანსური სანქციები ითვალისწინებს ყველანაირი ქონების გაყინვას, რაც არსებობს მათთან მიმართებაში ბრიტანეთში, ასევე როგორც სანქცირებულმა ლევან მურუსიძემ დაუდასტურა კიდევაც საზოგადოებას საბანკო ბარათების დაბლოკვაზეა საუბარი, მათ შორის სახელფასო ბარათების დაბლოკვაზე და გარდა ამ ფინანსური და სავიზო ნაწილისა, ყველა ამ სანქცირებულის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის სანქცია არის სერიოზული რეპუტაციული დარტყმა მათთვის, ამას სანქცირებულები არც უარყოფენ. იგივე ლევან მურუსიძის საჯარო განცხადებით თუ ვიხელმძღვანელებთ, ის დარდობს სწორედ ამის გამოც, შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთის სანქცია არის სულ სხვა და რომ ეს არის სერიოზული რეპუტაციული ზიანი მისთვის. სხვა სანქცირებულების საჯარო კომენტარები ჯერჯერობით საზოგადოებას არ მეუსმენია. ისინი არ არიან მედიისთვის, ყოველ შემთხვევაში კრიტიკული მედიისთვის ხელმისაწვდომი. შესაძლოა მომდევნო დღეების, მომდევნო პერიოდის განმავლობაში მეტი გავიგოთ მაგალითად იმასთან დაკავშირებით დაიბლოკება თუ არა მათი საბანკო ბარათებიც და როგორ რა ალტერნატივით შეძლებენ ისინი ხელფასების აღებას. სანამ ამ ინფორმაციას გავიგებთ, მანამდე გავეცნოთ პოლიტიკურ გამოხმაურებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილის ოპონენტები ელოდებიან, რომ ეს სია კიდევ უფრო გრძელი იქნება და ამ სიაში სამომავლოდ აუცილებლად მოიაზრებენ ისინი ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს, რომლის დავალებითაც მოქმედებს ყველა ის პირი, რომელიც დღეს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ არის სანქცირებული ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. მე მოლოდინი მაქვს, რომ შემდეგ ბრიტანულ სანქციებში იქნება უფრო მეტი ადამიანი და მათ შორის იქნებიან ისეთი ადამიანები, ვისაც რაღაცის გაკეთება კანონით ევალება და ისინი არ ასრულებენ
საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და არაკეთებენ იმას, რისი გაკეთებისთვისაც ისინი ამა თუ იმ პოზიციაზე მუშაობენ. ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე, ანუ ის ევროპის კავშირის მოქალაქეა, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ წარმოადგენს რაიმე დაბრკოლებას იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი პოლიტიკური ნება იქნება, თორემ მტკიცებულებები საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ არა 4, არამედ რატომ 4004 ადამიანი არ არის დასასანქცია. ეს არის გზა, ნაბიჯი, რომელსაც ბრიტანეთი დგავს ეტაპობრივად ნელ-ნელა. არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში, რომ ერთიანად დაესანქცირებინა ყველა მოძალადე რეჟიმის წარმომადგენელი. ამიტომ ნელ-ნელა ცდილობს ბრიტანეთი, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლობა აიძულოს, წავიდეს დიალოგზე, დანიშნოს ახალი არჩევნები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და ამ გზას მიყვება ნელი ნაბიჯებით. მართალია ჩვენ გვინდა რომ ყველა ერთიანად დასანქცირდეს, მაგრამ ეს არ არის საერთაშორისო გამოცდილება. ამიტომ შემდეგი სიაში ცხადი არის უკვე ივანიშვილი და ის ბიზნესები, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებენ. დაბოლოს გამოხმაურება ქართული ოცნებიდან ბიძინა ივანიშვილის პარტიაში ამბობენ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა და მაგალითად მაია ბითაძე ფიქრობს, რომ ბრიტანეთი საქართველოს უყურებს როგორც ჩანს, როგორც მის კოლონიას და აქედან გამომდინარეობს დიდი ბრიტანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილებები.